მეტად დათანხმდა, გადაიხადოს დაახლოებით $25 მილიონი 2021 წელს დონალდ ტრამპის მიერ მეტას წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის მოსაგვარებლად. მოგეხსენებათ, რომ 2021 წელს მეტამ დაბლოკა დონალდ ტრამპის სოციალური ქსელების ანგარიშები კაპიტოლიუმზე შეტევის შტურმის გამო და გავრცელებული ინფორმაციით ამ 25 მილიონიდან 22 მილიონი დოლარი გადაეცემა დონალდ ტრამპის პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ფონდს, ხოლო 3 მილიონი მოხმარდება იურიდიულ ხარჯებს და ეს გახლავთ უახლესი შემთხვევა, როდესაც მსხვილმა კორპორაციამ მოაგვარა სამართალწარმოების პრობლემები ახალ პრეზიდენტთან, რომელიც ასევე დაემუქრა სხვა კრიტიკოსებსა თუ ოპონენტებს, რომ შურს იძიებდა და ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც მარკ ცუკერბერგმა სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელებთან ერთად გადაწყვიტა, რომ დონალდ ტრამპთან და მის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაელაგებინა და მას ახალ ადმინისტრაციასთან ინტეგრირებულიყო და ეს ინფორმაცია სამართალწარმოების შესახებ პირველად გაავრცელა Wall Street Journal-მა და ასევე ცნობილია ისიც, რომ მარკ ცუკერბერგი ნოემბერში დონალდ ტრამპს ფლორიდაში ეწვია, სადაც სწორედ ამ სასამართლოს მიმდინარეობას განიხილავდნენ და იმას განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა მოეგვარებინათ ეს პრობლემები და გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მხარეები მოაგვარებდნენ ამ პრობლემას და ამ პროცესებისთვის დაახლოებით 2 თვე აიღეს და მეტამ ასევე $1 მილიონი შესწირა ტრამპის ინაუგურაციის კომიტეტს და მარკ ცუკერბერგი გახლდათ ერთ-ერთი მილიარდერი, რომელიც მთავარ ადგილას იჯდა ტრამპის ინაუგურაციის პროცესის დროს. მასთან ერთად იყვნენ ასევე ამაზონის, გუგლის და პლატფორმა X-ის მფლობელები და დონალდ ტრამპის ასევე ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე კომპანია მეტამ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტების შემოწმების პოლიტიკას გაამარტივებდა და ფაქტ-ჩეკერებს ჩაანაცვლებდა ეგრეთ წოდებული საზოგადოების შენიშვნებით. ეს არის სისტემა, რომელიც საკმაოდ გავს პლატფორმა X-ზე არსებულ სისტემას, როდესაც ფაქტების გადამოწმებას თავად მომხმარებლები ახდენენ და მათ ექნებათ საშუალება, რომ კომენტარებში დაწერონ არის თუ არა დეზინფორმაცია, ესა თუ ის ამბავი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება და ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ, რომელიც სოციალურ ქსელში და პლატფორმა მეტაზე არსებობდა. ეს ხელს უწყობდა დეზინფორმაციის აღმოფხვრას, ფაქტ-ჩეკინგი, თუმცა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სწორედ ის, რომ ფაქტ-ჩეკინგის სისტემა გამარტივებულიყო და ფაქტების შემოწმების პოლიტიკა ყოფილიყო ბევრად უფრო მარტივი და სწორედ ამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მას შემდეგ, რაც პირველი ვადა ამოეწურა, საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ცენზურა, რომელიც სოციალურ ქსელში დაწესდა როგორც მის მიმართ, ასევე სხვების მიმართ, იყო არალეგალური და სამარცხვინო და ის საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებლად იძიებდა შურს ამის გამო და როგორც ჩანს, მარკ ცუკერბერგი და ასევე სხვა ტექ გიგანტების მფლობელები ცდილობენ, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების დალაგების მიზნით გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ და ერთ-ერთი დათმობა სწორედ ეს ფაქტ-ჩეკინგის გადამოწმების პოლიტიკის გამარტივებაა.